Sir, first light infantry company is ready for formation. Company commander Captain Gabedawa. Sir. My name is Lieutenant General. მე ვარ გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ევროპაში ამერიკის არმიის სარდალი. უმთავრესი რაც მინდა გითხრათ, ძალიან ამაყი ვარ, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების სერტიფიკატები მიიღეთ. ჩემი ჯარისკაცები მიყვებოდნენ რა სიამოვნებით ემზადებოდნენ თქვენთან ერთად 2 კვირის განმავლობაში. და როგორი ნდობა აქვთ თქვენი. იმისთვის რომ ჯარისკაცები მხარდამხარ დადგნენ ცეცხლის ხაზზე ერთმანეთის ძალიან დიდი ნდობა სჭირდებათ. იმედი მაქვს, თქვენს გაქვთ ამერიკელი ჯარისკაცების ნდობა. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. პირველ რიგში ბატონო გენერალო, რა იყო წლევანდელი ღირსეული პარტნიორის მთავარი მიღწევა და რა განსხვავება იყო 2015 წელთან შედარებით? I think Nova partner last year was a very good exercise. შარშანდელი ღირსეული პარტნიორი ძალიან წარმატებული იყო. ამან მაფიქრებინა რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო. წლევანდელი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. პირველი, ჩამოვიტანეთ ტანკები, რაც შარშან არ ყოფილა. შევამოწმეთ შავ ზღვაზე მათი გადაზიდვის სირთულე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისთვის. გამოვიყენეთ ქართული რკინიგზა ფოთიდან ვაზიანამდე. მეორე სიახლე ისაა, რომ დაემატა გაერთიანებული სამეფო. ბრიტანელი ჯარისკაცების მეტოქეთა ასეულის ჩამოსვლამ დაადასტურა, რომ პარტნიორებს სურთ საქართველოში წრთნა. მესამე დეტალი. წელს გაცილებით მასირებული ცოცხალი ცეცხლი ვაწარმოეთ. ნახეთ ამერიკული артиლერია, რომელიც პარაშუტებით დაუშვეს. იგი ისროდა ქართული ტანკები, ამერიკული ტანკები, ბრიტანული ნავთქორცნები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, BMP და Bradley. ჩაერთო სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი. ძალიან რთული წრთნა იყო. ამიტომ ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობაზე. It made me think about even more possibilities. თქვენ მძიმე აღჭურვილობის გადაზიდვა ფოთამდე. ეს იყო წვრთნების ფაქტიური დასაწყისი. შეიძლება რომ იგივე რეალურ ცხოვრებაშიც გახდეს საჭირო და საქართველოსკენ მძიმე შეიარაღება გადმოზიდოთ. Deterrence is all about having capability. საფრთხის შესაკავებლად უნდა გქონდეს შესაძლებლობა. აჩვენო შესაძლებლობა და აჩვენო ნება ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად. ეს საუკეთესო გზაა, რომ კრიზისი არ განვითარდეს. როდესაც გაქვს აბრამსები, ბრედლები, ჰაუბიცები, კარგი ჯარისკაცები და შესაძლებლობა ეს ყველაფერი გადაიტანო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთი ჩვენი პარტნიორი იყო მრავალი წელი. გვინდა ამას დაუბრუნდეთ, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია საერთაშორისო წყლებით ნებისმიერ ადგილას მისვლა. ეს მათ უნდა ვაჩვენოთ. რუსულ წყაროებში განსაკუთრებით ხშირად კითხულობენ. თუ წვრთნის მთავარ სიმძიმეს ამერიკელებსა და ბრიტანელებზე უნდა გადაევლო, თუ ისინი უნდა გადმომختარიყვნენ პარაშუტით, შემდეგ ესროლა ტანკებით, რატომ არ გააკეთეს ეს სახლში, ნატოს ტერიტორიაზე? რატომ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, რომელიც რუსეთის ეგრეთ წოდებულ გავლენის ზონაშია? I didn't realize that Russia was entitled to a zone of influence. არ ვიცოდი, რუსეთს თუ ჰქონდა მინიჭებული გავლენის რაიმე ზონა. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საქართველოს მოგვიწვია. საქართველოს არამხოლოდ ნატოს პროგრამა მშვიდობისთვის პარტნიორობის წევრია, ქართველები ჩვენი ძმები არიან. It is our brothers. I mean, we've been together in ავღანეთში წლების განმავლობაში. საქართველოს მონაწილეობს ყველა საერთაშორისო სწავლებაში. ჯარისკაცებმა ერთად უნდა ივარჯიშონ. როდესაც გვჭირდება სამშვიდობო მისიაში ჩართვა ან ნებისმიერ სხვა ოპერაციაში მონაწილეობა, ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდეთ და გჯეროდეთ ერთმანეთის. ისევ ვიმეორებ, შავი ზღვა არავის ზონა არ არის, არავის ეკუთვნის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ჯარისკაცები პარაშუტით ხტებოდნენ სხვადასხვა რელიეფზე. ვარჯიშობდნენ ზღვაზე გადაადგილებაში, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. ერთ ინტერვიუში თქვენ კითხეს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების შესახებ. თქვენ უპასუხეთ, რომ ამისთვის დასავლეთს ჯერ მკაფიო სტრატეგია სჭირდება, რა მიზნები აქვს უკრაინაში. დასავლური შეიარაღების მიღება საქართველოსაც სურს. ფიქრობთ, რომ დასავლეთმა უკვე იცის, რა სურს და შეიძლება თუ არა ველოდოთ ლეტალური იარაღს უკრაინისა და საქართველოსთვის. Georgia is part of the West. I mean, Georgia is part of Europe. საქართველოს დასავლეთის ნაწილია, ევროპის ნაწილია.
ვერავინ უნდა ჩაერიოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწის 20%. 7000 რუსი სამხედრო და მესაზღვრე დგას აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. 7000. ჩვენ კი მხოლოდ 650 ჯარისკაცი ჩამოვიყვანეთ ამ წვრთნისთვის. მხარს ვუჭერთ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და იყვნენ ერთიანი და თავისუფალი ევროპის ნაწილი. ამიტომ ვართ აქ. ხედავთ თუ არა რამე პროცესს იმავე ნატოს წევრ სახელმწიფოებში მიაწოდონ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება. წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებით ნატომ აჩვენა, რამდენად არის დაინტერესებული საქართველოთი. გენერალური მდივანი პირადად დაესწრო გახსნას. უკრაინის საკითხში ჩემი ქვეყნისა და სხვების პოზიცია სრულიად მკაფიოა. რუსეთმა უნდა დაუბრუნოს უკრაინას ტერიტორია, შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ამასელის დასავლეთი. ჩვენ მხარს დაუჭერთ უკრაინელებს, დაიცვან საკუთარი თავი. 2015 წელს გამოცხადდა EAS-ის ინიციატივა. მის ფარგლებში ამერიკული შეიარაღება დაასაწყობეს ნატოს ახალ წევრ ქვეყნებში, რის მიზეზიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეა. თეორიულად მაინც შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ EAS-ი უფრო გაფართოვდება. შეიძლება ნატოს არაწევრ მეგობარ სახელმწიფოში, მაგალითად საქართველოში, შეიარაღების საწყობები დაარსდეს. ყოველთვის ვეძებ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამტკიცების საშუალებას. შემოვიდან თუ არა განსაზღვრულ აღჭურვილობა საქართველოში არ ვიცი. ვარშავის სამიტზე ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას საგარეო სამხედრო განლაგების გაძლიერების შესახებ. ჯერ არ ვიცი რა დამევალება ამისთვის. აუცილებლად განვიხილავთ ყველაფერს, რაც დაგვეხმარება აქ უფრო ხშირ წვრთნაში. შეიძლება რაღაც დავამატო. საქართველომ აჩვენა, რომ ლიდერია, სამაგალითოა. თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ სამხედრო შესაძლებლობათა, თავდაცვითი ძალების გასაუმჯობესებლად. გყავთ კარგი მეთაურები. ძალიან მომეწონა თქვენი ჯარისკაცების მომზადება. მაგარი კაცები არიან. საქართველოს მართლა აქვს შანსი იყოს რეგიონული ლიდერი, რადგან აქვს ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ასეთი პოლიგონები. გაქვთ შანსი საწვრთნელად მოიწვიოთ სხვა ქვეყნები, მაგალითად შავი ზღვისა და კავკასიის სახელმწიფოები. კარგია, თენგო. დარწმუნებული ვარ, დავბრუნდებით შემდეგ გაზაფხულზე მორიგი ღირსეული პარტნიორის ჩასატარებლად. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები კი უფრო ხშირად ივლიან და იმუშავებენ ჩვენს ძმებთან, ქართველებთან ერთად. ამერიკის არმიის ევროპული სარდლობა ზოგადად ჩვენი მოკავშირეები ნატოში მით უფრო აქტიურდებიან საქართველოში, რაც საქართველო აქტიურდება ნატოს მიმართულებით. ჩვენს პროგრამაში სწორედ ასეთ პროექტებს გაგაცნობდა. პირველი ასეთი პროექტი იქნება ყველაზე მსხვილი. პროექტი, რომელიც ნატომ განახორციელა საქართველოში, რომელიც უკვე გახდა ფაქტურად საქართველოს სავიზიტო ბარათი ალიანსის წინაშე. დავით, შემდეგ გადაცემაში ჩვენი მაყურებელი უფრო ახლოს გაიცნობს სკოლას, რომელიც ქვეყნისგან განსხვავებით ფაქტიურად ნატოშია. 2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ PFP, ანუ პარტნიორობა მშვიდობისთვის სტატუსი მიიღო. ამის შემდეგ და დღემდე საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორები ამზადებენ არამხოლოდ ქართული არმიის ჯარისკაცებს, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებსაც. ნატოს წევრმა სახელმწიფომ საფრანგეთმა საჩხერის სამთო სკოლაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო. ამას გარდა საჩხერის სამთო სკოლაში არის 91 ქართველი და ამავდროულად ნატოელი ინსტრუქტორი, რომლებიც ყოველწლიურად ასეულობით სამხედროს ამზადებენ ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან.